2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში არა ჩადენილი დანაშაულისთვის ასე იწყება წერილი, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილიდან შარაძის სკოლობისთვის გასამართლებულმა ბარათელმა ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას გაუგზავნა. აკადემიკოსის სკოლობისთვის გასამართლებული გიორგი ბარათელი მე-6 წელიარას სასჯელს ორთაჭალის ციხეში იხდის. ცოტა ხნის წინ მას შარაძის სკოლობის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გიორგი ბარათელმა თქვა, რომ ორივე პოლიციელი, მათ შორის კაკო გაფრინდაშვილი, მასზე ახდენდა ფიზიკურ ზეწოლას, ხოლო ერთ-ერთი ეს პიროვნება უტარებდა ინსტრუქტაჟს თუ რა ჩვენება მიეცა გიორგი ბარათელს. შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებული ბარათელის ადვოკატი იმ პოლიციელებს გუჩვენებს, რომელთა ამოცნობაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დღეს პირველად შეძლო. გიორგი ბარათელი, რომელსაც აკადემიკოსის მკვლელობისთვის 26 წელი აქვს მისჯილი, ორთაჭალიდან გლდანის დაწესებულებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მას საკანში აკრძალული ნივთი ლურსმანი აღმოუჩინეს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ მსჯავრდებული პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ბარათელი ციხიდან ადვოკატის მიერ გამოტანილ წერილშიც საუბრობს. მან შემდგომ, როდესაც მან გააჟღერა გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლე და მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და ასევე გახდა საზოგადოების ცნობილი, რომ მას არ მოუკლავს გურამ შარაძე, მასზე გაძლიერდა ზეწოლა პატიმრების მხრიდან, ეგრეთ წოდებულ ნასეთქა პატიმრების მხრიდან, მიმართავს მასმედიის ყველა საშუალებას, ადამიანის უფლებათა დამცავ ორგანიზაციებს და ქართულ საზოგადოებას მთლიანად, რომელთათვისაც ცნობილი გახდა ეს მისი მიმართვა, რომ დაუდგნენ გვერდით სიმართლის პოვნაში, რომ მის მიმართ არ განხორციელდეს მორიგი უკანონობა და უსამართლობა. მასმედიის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული საზოგადოებისთვის განკუთვნილ წერილში ბარათელი კიდევ ერთხელ უარყოფს აკადემიკოსის მკვლელობას. აღწერს ციხეში მასზე განხორციელებულ ზეწოლას და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. მე არანაირი ჭრილობა არ მიმიყენებია და არც არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ მქონია, ნათქვამია წერილში. ლურსმანი არის ამ შემთხვევაში ის აგრესი გაფრთხილი რაღაცა ლურსმის ფორმა მიცემული, ამით გამოიჩინა აგრესია, შესაბამისად ის გადაყვანილია მე-6 საპყრობილეში გამოძიება დაწყებულია. გამოძიება რასაც დაადგეს, იმის მიხედვით მოიპოვა პასუხი. ბარათელის უდანაშაულობაში დარწმუნებულია გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძეც, რომელმაც საქართველოში ყოფნისას მსჯავრდებულთან შეხვედრა ვერ შეძლო. ჯერდეს რომ პროვოკაცია ამაში 2 წამით ეჭვი არ მეპარება. ესე იგი რა გამოდის, რომ გურამ შარაძის მკვლელობაში რომ ბარათელი გამართლდეს, კბილის ჯაგრიზე წამოცმული ლურსმნის გამო ის ციხეს ვერ დატოვებს? ციხეში დღესდღეობით კვლავ არიან სააკაშვილის ნარჩენები, დომლებიც ცდილობენ ყველაფერს აკეთებენ, რომ გიორგი ბარათელმა დღესაც კი არ თქვას სიმართლე. და მე ის მიყვის, რომ დღემდე კაცი შვილი დედამიწის ზურგზე არ დაინტერესებულა გიორგი ბარათელის მდგომარეობით, ვისი თქმა უნდა, რას ითხოვს. გიორგი ბარათელმა, რომელმაც 6 წლის წინ აკადემიკოსის მკვლელობა აღიარა, 22 ოქტომბერს მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა, თუმცა მას ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია.